რამე თუ რაჟამს თქვან მშვიდობა და უსაფრთხოება, მაშინ მეხსეულად მოიწიოს მასზე და მომსვლელი, ანუ გამანადგურებელი, ვითარცა სალმობა შობათის, ანუ მშობიარობის ტკივილებს ადრის და ვერ განერენ. ანუ რაზე საუბრობს? კაცობრიობა როდის იქნება მზად იმისთვის, რომ ანტიქრისტე მიიღოს, როცა მთელი კაცობრიობა იქნება მხოლოდ და მხოლოდ მიწიერ ყოფიერებაზე კონცენტრირებული, მხოლოდ და მხოლოდ მიწაზე, არანაირი მარადისობა. ეს პატარ კონკრეტულ გარკვეულ რეგიონებში ეს ყოველთვის რაღაც ესეთი მოდელები იქნებოდა, საბჭოთა კავშირი ეს იყო, თანამედროვე ულტრალიბერალური სამყაროც ეს არის. პერიოდულად რაღაც კუნძულები ჩნდება მსგავსი მსოფლმხედველობის, რომლებსაც და ქვეყნები არსებობს ასეთი. თუმცა არსებობს ქვეყნები, სადაც თითქმის 100% ათეისტია ყველა. ხო, აი ესეთი კუნძულების შავი, ბნელი კუნძულები დღეს სამყაროში არსებობს. და რა განწყობა აქვს? ოღონ იყოს მშვიდობა, ოღონ იყოს უსაფრთხოება, ოღონ ემად რამე არ გვეტკინოს, არაფერი და ასე შემდეგ. აი ეს განწყობა და ინდივიდუალურ დონეზეც ესე არ არის, როცა ადამიანი ამას სოფლის სულში, სულით გაჯერებული, ამას სოფლის სულში ჩაძირული ცხოვრობს და საერთოდ არ ახსოვს მარადიული სიცოცხლე და არც ფიქრობს ამაზე და დროც არ აქვს იმაზე, რომ ღმერთზე იფიქროს. აი ასეთ დროს, როცა ადამიანი ასეთ კატასტროფულ მდგომარეობაში იმყოფება, ფაქტობრივად პირუტყვის მდგომარეობა ეს, მაშინ მოდის ის, რაც შენზე იწყებს ბატონობას, მომსვლელი, ანუ მთლიანად დაპყრობილი ხდები ამასოფლის სულისგან ანდემონური სამყაროს მიერ და ვერაფერს ვეღარ იზავ. იმიტომ რომ სული წმინდის მგმობელი ხარ, შენი ცხოვრებიდან ღმერთი განაგდე, რომელიც აღარასოდეს აღარ მიგეტევება და ამიტომ ვერ განერენ. ანუ ამ მდგომარეობაში არ უნდა აღმოჩნდ. ოდესაც მთლიანად უარყოფ შენი ცხოვრებიდან ღმერთს.